სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე მსახიობ ლიანა მიქაშავიძის შემოქმედებით საღამო გაიმართა. საიუბილეო ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო რეალურ ისტორიებზე შექმნილი თეატრალიზებული წარმოდგენა. სცენაზე გაცოცხლდა სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ისტორიის არაერთი ეპიზოდი. ასევე მოიწყო მსახიობის წიგნის სოხუმის თეატრი გისმენთ პრეზენტაცია. ეს იყო უნიშნულოვანესი ღონისძიება, შთამბეჭდავი ემოციებით. დღეს გაისმა სოხუმის თეატრის ხმა საქართველოს მასშტაბით და თითოეულმა დევნილმა, თითოეულმა მაყურებელმა შეიგრძნო ქართულ-აფხაზური კულტურა, რომელიც გვაერთიანებს და ქმნის იმ ხიდს, რომელზეც სამომავლოდ ქართველებმა და აფხაზებმა უნდა ვიაროთ. ადამიანმა 85 წელი მაინც უნდა იცხოვროს, რომ დააგროვოს მთელი საინტერესო ცხოვრება და შემდეგ წიგნად აქციოს. ძალიან მინდოდა სხვებისთვის გამეზიარებინა ის, რაც განვიცადე და მე ბედნიერი ვარ. მე ვფიქრობ, მამა ჩემი ნიკოლოზ მიქაშავიძე, საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტი, ალბათ ზეციურ სამყაროში ბედნიერად გრძნობს თავს, რომ მას უნდოდა რომ მე დამეწერა ჩემს თეატრზე, ჩემს სოხუმზე ყველაფერი.